საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სარაგბო ბაზას შევარდნაზე 20 წლამდე საქართველოს რაგბის ნაკრები მოინახულა. ახალგაზრდა ბორჯალოსნებმა პორტუგალიაში გამართულ მსოფლიო ალაფაში წარმატებითი ასპარეზეს და მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის უფლება მოიპოვეს. პრემიერმა სარაგბო ბაზაზე სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრთან და რაგბის კავშირის პრეზიდენტთან ერთად სავარჯიშო დარბაზი სათამაშო მოედნები დაათვალიერა და მორაგბეებს მიღწეული წარმატება მიულოცა. მთავრობის მეთაური ახალგაზრდებს მაქსიმალურ მხარდაჭერას პირდება. მაგარი ესე იგი ბატონო გიაბარობ მოკლედ ჩვენმა 18 წლამდელმა ოქრო ბიჭებმა პირი მოიგეს რაც უდიდესი სენსაცია. მე მინდოდა რომ პირად მენახა ჩვენი ვაჟკაცი სპორტსმენები, ჩვენი რაგბისტები, რომლებიც არიან ჩვენი სიამაყე, მაგ ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოსგან აქვთ მაქსიმალური მხარდაჭერა ჩვენს სპორტსმენებს, რაგბისტებს. ის ფაქტი რომ 18 წლამდე ახალგაზრდული ნაკრები გახდა ვიცე-ჩემპიონი ევროპის, ამით ყველაფერი არის ნათქვამი. და ასე 20 წლამდე ნაკრები რომ 2016 წელს იასპარეზებს უკვე მსოფლიო ჩემპიონატში, რა თქმა უნდა ეს არის უდიდესი გამარჯვება. და შემთხვევით რა თქმა უნდა არის ის რომ საქართველოში ტარდება უკვე 2017 წელს მსოფლიო ჩემპიონატი ახალგაზრდულ ნაკრებში. შეხვედრის მთავარი მიზანი იყო პირველ რიგში ჩვენ წარმატებული სპორტსმენებისთვის მადლობა მოგვიხადა, კიდევ ერთხელ ხაზი გაგვისვა სწორი პოლიტიკის რაც მიანებს მთავრობისა და რაგბის კავშირის შორის გამძლევლადიანმა თანამშრომლობამ მოგვცა ის შედეგი, რომელთაც ამაყობს თავის საქართველოს და ვფიქრობ, რომ ეს წარმატებები გაგრძელდება. წინა წელს ჩვენ ვიყავით ალაფაზე გასულები, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ გავედით მეხუთე ადგილზე. ამ ტურნირზე გასული ჩვენ მოვიპოვეთ პირველი ადგილი, რაც ძალიან სასიხარულოა. და ამით ჩვენ მოვიპოვეთ ასევე საგზური მსოფლიო თასისთვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან გასახარებელია ზოგადად ჩვენთვის, ჩვენი ნაკრებისთვის და მთლიან საქართველოსთვის.